მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ცეცხლი გუგუნავას ქუჩაზე ერთ-ერთ საწარმოს გაუჩნდა, სადაც ასევე სენდვიჩის პანელებისა და მეტალოპლასმასის საწყობი იყო. ცეცხლი და დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის კერა ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან ჩანდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო სამაშველო ბრიგადები, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქუთაისის სახანძრო ბრიგადებს ცეცხლის ქრობაში ასევე ეხმარებოდნენ თერჯოლის, წყალტუბოსა და ხონის ბრიგადები. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. რადგან ახლოში არ გვიშვი იწვისო ქარხანაა, რაღაც სენდვიჩების ქარხანაა. დაშავებული ხომ არ არის? არავინ. სახანძრო მალევე მოვიდა? მე ახლა მოვიდა სახანძრო იმდენია, იქნება მთელი დასავლეთ საქართველოს სახანძრო იქ. მიზეზი ხომ არ იცით? არ ვიცი, არა. ახლოს არ უშობენ, ალებადიო და შეიძლება დაზარალდეს და ახლოს არავის არ უშობს პოლიცია. საათნახევარი მაინც იქ. საათი უმცირეს. ეგერ ვიჯექი ყვამლო ამევიდა და ის მერე არ ვიცი. ქართული ოცნება კანონმდებლობას ამკაცრებს, დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებებით დაჩქარებული წესით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. ცვლილებებით სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით დაკავება. ქართული ოცნება განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი შეკრების თავისუფლებასა და მართლწესრიგ შორის ბალანსის დაცვა. საპირისპიროს ამბობს გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი, მათ თქვეს, რომ ცვლილებები თავისუფალ და მშვიდობიან პროტესტს ზღუდავს. ვხედავთ, რომ გარედან დაფინანსებული ადამიანები ისევ და ისევ ცდილობენ, რომ კანონიდან გამოსავალი ნახონ და იძალადონ მათ შორის რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა ადამიანმა 1,5 მილიონზე მეტ მოქალაქეზე შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით იქნება ბალანსი უზრუნველყოფილი, ისევე როგორც ეს არის არაერთ ქვეყანაში უზრუნველყოფილი, რასაც ამბობს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ხელისუფლება უზღუდავს მოქალაქეებს თავისუფალ მანიფესტაციაზე შეკრების უფლებას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთი მოძალადე ვნახეთ როგორც მშვიდობიან მოქალაქეებზე, ასევე ჟურნალისტებზე და ამ მიმართულებით არ უწარმოებიათ არც ერთი გამოძიება, ამ მიმართულებით არც ერთი დამნაშავე პირი სასამართლო პასუხისმგებაში არ მიცემულა. შესაბამისად ეს ბუნებრივია ემსახურება იმ მიზანს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდონ გამოხატვის თავისუფლება და ბუნებრივია ქმნიან საკანონმდებლო ბერკეტს იმ მიზნით, რომ ეს თითოეული მოქალაქე შემდეგ უკვე მიეცეს სასამართლო პასუხისმგებაში. არ შეიძლება 50 ადამიანმა გადაკეტოს გზა, ყოველთვის ასე იყოს ამ ქვეყანაში. მაგრამ არ ემორჩილებოდნენ, იყენებდნენ რა გარკვეულ რაღაც პროცედურულ ხრიკებს, რომ გაეწელათ ჯარიმის გადახდა ასე შემდეგ. პარლამენტმა შესაბამისად უპასუხა ამ მცდელობებს, რომ ბოროტად გამოიყენებინათ პროცედურული საკითხები. შესაბამისად ყველაფერი მოექცა იმ სამართლებრივ კალაპოტში, რომელიც 10 წლეულებია ჩვენ ქვეყანაში შეთანხმებულია. იგივე ეხება თუ კი ეს ავტომობილებით მოძრაობის შემთხვევაში და გზაზე იყო, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეებს. ისევე ეს 1,5 მილიონი ქალაქი არის ყველასი და მათ შორის ფეხით მოსიარულეები იქნება თუ ავტომობილებით, ვინც გადაადგილდებიან, ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა, ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არასაჭიროდ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები. თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩების გადაკეტოთ, გამზირების და ყველაფერიც, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანს, ხო? მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50 კაცმა არ შეიძლება იძალადოს, ან 150 კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანს. ყველა კანონი, რომელიც დაინიცირდა თუ დაინიცირდება, ეფუძნება მარტივად კონსტიტუციის ნებართვის გარეშე აქვს უფლება მოქალაქეებს შეიკრიბონ
კონკრეტულ ადგილას. რომელიც თუმცა გაფრთხილების ვალდებულება არის გათვალისწინებული. გაფრთხილება და ნებართვა სხვადასხვა. არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული არა მარტო ჩვენთან სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ეს შემდეგ ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. ყველა კანონს რასაც რომელ სტანდარტებთან თუ შეგიძლიათ ყველა კანონს ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. აი რომელი ქვეყნის სტანდარტები? ყველა ქვეყნის. აი მაგალითად რომელი ქვეყნის? საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც არის გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. რომლებიც დგანან ტროტუარზე, ბატონო ირაკლი და ხან 300 იყო, ხან 300 ისა 3000 და ხან 50. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები. დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამასთან კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ბრიტანულ მარეგულირებელ საჭიროების შემთხვევაში სასამართლოებს გამოიყენებს ყველა სამართლებრივ გზას, რათა BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა. ამასთან კითხვაზე იყო თუ არა გამოყენებული ტრიქლორეთილენი, კანცეროგენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი რამის გამოყენების შემთხვევაში კლინიკებში მიმართვიანობა ძალიან მაღალი იქნებოდა. პირველი რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და ხედავდით, რომ სკანდალი შექმნეს აბსოლუტურად ხელოვნური მსვლელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღია და საჯაროდ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ჩვენგან ინფორმაცია ამ გამოძიების თაობაზე აბსოლუტურად ღია და თქვენ არ აპირებთ მოწვევას, ბატონო ირაკლი? ვისაც უნდა გამოითხოვოს ნებისმიერ თქვენ თუ აპირებთ მთავრობა მოწვევას საერთაშორისო? მოვიწვიოთ ნებისმიერმა გამოითხოვოს, თუ აქვს ინტერესი, ყველას გაუზიარებს სრულ ინფორმაციას. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე რით არბევდნენ მოქალაქეებს? სუსის ბრიფინგზე საუბარი იყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეზე. არადა დარბევები და ყველაზე მძიმე დარბევები იყო სწორედ 28 ნოემბრიდან მოყოლებული. არ ყოფილა, ეს არის უკვე ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტული სიტყვის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით, ყველა დღეს ეხება ეს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ ეხება ყველა დღეს 4-5 დეკემბრის ღამესო, ასე თქვა? თლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის შავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ნივთიერების ანალიზი, ანუ დოკუმენტაციის და თვითონ ნივთიერების ანალიზი განხორციელდა, ამას შეერდებოდა რამდენიმე დღე და რამდენიმე დღეში დაიდო სრული მასალები გამო. ტრიქლორეთილენი იყო თუ არა გამხსნელად გამოყენებული რომელიმე დღეს საპროტესტო აქციაზე. კარცენოგენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს. არც ესეთი რამე რო ყოფილიყო გამოყენებული, იქნებოდა ძალიან დიდი მიმართვიანობა. არ იყო მიმართვიანობა, 207 ადამიანმა მიმართა თვითნებურად. ბატონო ირაკლი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ხუთმა სუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერდნენ მეორე დღესვე. 207 ადამიანმა მიმართა. ხუთმა მიმართა სუბუქი ინტოქსიკაციით, ხუთივე გაეწერა მეორე დღეს. მე მინდა გავიხსენო 9 აპრილის შემდეგ, როდესაც მაშინ იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი სამართლყოფოები 9 აპრილის შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ როცა გამოიყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელი ამას არ მოყოს ძალიან მძიმე შედეგები ადამიანების დიდ რაოდენობაში. მძიმე შედეგები მოყვა და ამას ყვებიან ადამიანები, რომლებსაც დღემდე აქვთ. აქამდე დახვეწა. ვაპირებ მიმართოთ ეგრეთ წოდებულ ოფკომს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა, იმ ტყუილ ნახეთ იყო მარაგები. რაღაც მომენტში, როდესაც ჩაითვალა შეიძლება რომ ვადა გასული იყო კონკრეტული პროდუქტი ჩამოიწერა. ახლა 2025 წელს ნაციონალური მოძრაობის დროს შეძენილ ნივთიერებებზე 17 წელი აქვს ამ ნივთიერებებს ვადა? გავიდა ვადა. ამიტომ 17 წელი აქვს ვადა? ამიტომ გეუბნებით რომ ხელმოსაჯიდი არაფერი გაქვთ. გასკდა საფრთხეშივით თქვენი გამოძიება. კაი, ნახეთ, ვადა რა აქვს ამ ნივთიერებებს 17 წელი აქვს? მე არ ვიცი რამდენი აქვს თუ წესით აქვს 5 წელი დაახლოებით 7 წელი. მე არ ვიცი რამდენი აქვს ვადა, მაგრამ ვადა გასული თუ იყო, შეიძლება ჩამოწერეს რა არის ამაში.
ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად წევრი ინდიკო ბჟალავა სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან ნუცუბიძემ მისთვის საკენებულ ყველა ბრალდებაში გაამართლა. ამის შესახებ ბჟალავას უფლებადამცველი სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს. ინდიკო ბჟალავა 2024 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას პოლიცია ბალდის კანიონის ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებული პირის მეუღლის მიმართ მუქარას ედავებოდა. დაკავების შემდეგ ინდიკო ბჟალავას სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მას შემდეგ რაც საქმეზე შეგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები და დაიწყო საქმის არსებითი განხილვა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა და ამ დრომდე 10,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ინდიკო ბჟალავას ხსენებული დანაშაული არ ჩაუდენია. საქმის არსებითი განხილვისას შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ინდიკო ბჟალავა არავის დამუქრებია. პირი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაურებდა, იმ ბრალდებულის მეუღლეა, რომელიც 2024 წლის 11 ივნისს ძმასთან ერთად თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა, რის გამოც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში. სოფელ ბალდის მოსახლეობა თითქმის 780 დღეა აპროტესტებს კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემას. უკვე მე-11 დღეა ბალდელი ქალები კარავში ღამეს ათენებენ მოთხოვნით დატოვოს კომპანიამ ტერიტორია. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების ბადონოზაზე იქნებ სხვა ადამიანების გადმოსახედიდან და ხელისუფლთა გადასახედიდან შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა ეგონოთ, რომ არ კონდეს, მაგრამ არა, ამას მართლა ამ ხეობას დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლისთვის. ჩვენი ახალგაზრდების სავიზიტო ბარათია ეგ. კიდევ არ მინდა ამ თემას შევეხო, მაგრამ ყველას არ აქვს იმისი საშუალება და ფუფუნება, რომ თავისი შვილები იქნება თუ შვილიშვილები ჩვენ ეგ სხვადასხვა კურორტებზე და ფასიანი მასზე თქვენთან კანიონში ვერ ჩავსულოთ, უყუროთ, ხო ხედავთ ეს ასე. ეს არც თქვენი მოტანილი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ იქაც ვერ ჩავდივართ თანხის გარეშე, ხო ასეა? ხო და არა გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვადასხვა კურორტებზე ვატაროთ კი არა, ბათუმშიც ვერ გავიშვია და ეს არის ჩვენი შვილების კურორტი. სადაც უფასოდ შეეძლო ჩასვლა, სადაც კომუნიკაცია ხდებოდა, ახალგაზრდები ერთმანეთს უსმენდნენ, ეს იყო ამათი თავშეყრის ადგილი და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ აქ ტარდებოდა ნათლისღების ძალიან იმიტომ რომ ეს ხოლმე პერიოდში დათვალენ ჩვენ მოვხდებით როგორ არის რომ სააგენტო ჩემი პირით გადმოსცემ საჯაროდ განაცხადეს ამ ყველაფერს რაღაცა ინფორმაცია სულს ჩვენ მანამდე ვეცდებით კიდევ რომ ჩვენი გუბერნატორი შეიძლება თქვენი ნება არის კონკრეტულად პროტესტის მაგრამ რადგან მე უფრო ჩვენ ახლა გუბერნატორთან და სენგურ ხო, არა, გასაგებია. მაგრამ თქვენ იქნებით ჩვენი შუამავალი, აი იმ სტრუქტურა. იმიტომ რომ მოსახლეობა გადაეცით რომ არ დათმა, არ დავთმო. ჩვენს გვაქვს ჩვენი პრინციპი, ჩვენს გვაქვს ჩვენი თავმოყარეობა. ამოვედი და უნდა დავდგე ბოლომდე. მაგრამ კიდევ და მანქანობა უნდა მოხდეს და ჩვენ სოფელში. ერთი კინა ამ მომიკვლიეს და მეორე ვერ დავუდგე. საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ იანვარში ქართველი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია. ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშე აქვეყნებს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, არსებული ვითარება ასახავს სერიოზულ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ყოფილ საბჭოთა ბლოკში პრესის თავისუფლება დგას აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად აზერბაიჯანში ამჟამად 25 ჟურნალისტი ციხეშია. რუსეთი მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით და 2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით გისოსებს მიღმა მყოფი 48 მედია პროფესიონალისაგან 26 უკრაინელია. ამასთან დოკუმენტის თანახმად ბოლო 1 წლის განმავლობაში 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან სულ მცირე 53 ომის ან კრიმინალური ქსელების მსხვერპლია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 93,000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750,000 ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული უპრეცედენტო რაოდენობის 926 კილოგრამის სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური თანამედროვე სტანდარტების მაღალ ტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეტადონი, MDMA, ალფა-პვპ, კეტამინი, კლეფერდონი, ბუპრენორფინი, ტრამადოლი, კოდეინი, დიაზეპამი და მარიხუანა, ასევე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, ნიგერიის, ეგვიპტის, ლიბანის, კამერუნის და პაკისტანის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აიბ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ნომერ 94 საფეხბურთო სკოლის გოგონათა გუნდი მართვე 15 წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. აღნიშნულ ასაკში ქვეყნის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და მასში 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში მართვემ ქუთაისის ტორპედო 3-1 დაამარცხა და ტიტული დაისაკუთრა. გოგონები უკვე წლებია ვარჯიშობენ, შრომობენ, რაც საბოლოოდ შედეგზე აისახა. სამი წელია რაც ფეხბურთზე დავდივარ და ძალიან მომწონს სპორტი. ტურნირი ძალიან მომეწონა. ყველა შეხვედრა თვლი იყო, მაგრამ მოვახერხე და გავხდით ჩემპიონები. თავიდან ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მე მივხვდი რომ არაფერი არ იყო სანერვიულო. მე 7 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთში შევედი, აღარ ქუთაისის მართვაში არ დავდიოდი რა. ბიჭების გუნდში დავდიოდი და ამ ბიჭების გუნდიდან წყალბო სამგორალიდან მე გადმოვედი ქუთაისის მართვაში და ჩვენ ამ 15 წლამდე ტურნირს ბევრი დრო ქონა რა და ბევრს ბრძოლობდით რომ ეს ტურნირი მოგვიგო და ავთოვასწავლებმა ძალიან ბევრი გავავარჯიშა. ღამამდე აქ ვიყავით რომ ეს ტურნირი მოგვიგო და ბევრი ვარჯიშეთ პირველი თამაშის მერე უკვე ყველა მივხვდით რომ ჩემპიონები ჩვენ გავხდებოდი. ფეხბურთით დავინტერესდი 4 წლის რომ ვიყავი. ფეხბურთს უკვე გამარჯვებთან ერთად და დამაინტერესა კონკრეტულად რეალ მადრიდის თამაში იყო და რონალდოს თამაში იყო. თამაშის ემოციები ვერ აღწერავ, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ძალიან მაგარი იყო. ძალიან მომეწონა ეს ტურნირი და მადლობას ვუხდით ჩემ გუნდელებს და რა თქმა უნდა ავტომასწავლებლებს. ჯერ არაფერი არ არის, ჯერ მხოლოდ ეს ჩვენ კარიერაში პირველი ნაბიჯია და ჯერ კიდევ ბევრი მისაღწევი გვაქვს და ერთად მივახცეთ აუცილებლად. პირველად ჩატარდა ეს ჩემპიონატი საქართველოში და პირველად მოიგო მართვე ეს ჩემპიონატი და ძალიან დიდი კარგი ემოციები არის და ძალიან შემართებით ვარ თამაშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, ძალიან ნერვიულობდი და ემოციებს ვერ გამოვხატავდი. მე რომ გავიაზრე, ჩემპიონები ვიყავით უკვე, ხო? მე ისე გამიხარდა, რომ ემოციებს ვერ მალავდი. ძალიან კარგი გრძნობა არის, ოდესაც საქართველოს ჩემპიონი ხარ და იცი, რომ შესაძლებელი არის, რომ გახდე საქართველოს ჩემპიონი. ამისთვის ძალიან დიდი შრომა არის საჭირო. თავარი არის შრომა. აი, რო დაიცალო უნდა
რაც ძალაგა ყველანაირი უნდა გამოიყენო ვარჯიშის დროსაც და თამაშის დროსაც. გოგონებს ავთო რევიშვილი ავარჯიშებს. მისი თქმით, დაინტერესება დიდია. ბავშვები რეგიონებიდანაც დადიან. გამარჯვების მიღწევაში კი დაუღალავს შრომასა და მონდომებასთან ერთად, როგორც რევიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფრასტრუქტურა. მართვეს გოგონები ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე ვარჯიშობენ. მინდა მივიდოც გოგონების ჩემპიონობა, ძალიან გახარებულები. ფინალი ძალიან ემოციური იყო, ის უამრავი გულშემატკივარი იყო, მით უმეტეს ორი ქუთაისური გუნდი შეხვდა ერთმანეთს ფინალში, ქუთაისის მართვის და ქუთაის ტორპედო და ეს ასე ვთქვათ სავსე იყო ეს სტადიონი და საფეხბურთო აშლამი იყო რა. ამჯერად ეხლა გუნდში პატარებში ყავს 30 გოგონა, ყავს და ასე რომ ვთქვათ დაინტერესება გაზრდილი არის საქართველოში, ქუთაისშიც და რაიონებშიც და აი ყველა რაიონიდან აქვს ახლა გოგო ხონელები, წყალტუბო, სენაკიდან არის ერთი დღე, ზესტაფონიდან, ადგილობრივი ქუთაისელები. ეს ასიხარულო ამბავია, რომ რაც უფრო მეტი ნიჭიერი თაობა წამოვა, მით უფრო მეტ ნიჭიერ თაობას მივაწოდებთ ახალგაზრდულ ნაკრებებს, ეროვნულ ნაკრებს და ვასახელებენ მე შემდგომში. თავის კარგი ნიჭიერი თაობა მოდის და რაც შემიძლია მთელი სულით გულით ვიშრომებ და ამ გოგოებს გავზრდა ფეხბურთელები გამოვიან. სამომავლო გეგმები დიდია. წინ გოგონებს ტიტულის დაცვა ელით და გამარჯვებასაც გულპირდებიან.